რატომ შევარჩიე ჩემი პროფესია ექიმობა და მაინც და მაინც გინეკოლოგია, რეპროდუქტოლოგია? ვფიქრობ, რომ ზოგადად ექიმობის პროფესიის არჩევანზე გავლენა მოახდინა ჩემმა ოჯახმა, სადაც მამა ჩემი იყო ექიმი ფსიქიატრი, ბიძინამ გალუბლიშვილი სოხუმში და ჩემი და-ძმა, ჩვენ 7 ვართ და 7-ვე ვართ ექიმები. მე ვარ რიგით მე-6-ე, ამიტომ ჩემი უფროსი და-ძმები იყვნენ ყველა ექიმები, ან სწავლობდნენ უკვე სამედიცინო ინსტიტუტში და აქედან გამომდინარე, რაღაცნაირად ჩვენს ოჯახში არც ყოფილა არასდროს საუბარი, ვის რომელი პროფესია აერჩია, რადგან ყველამ ვიცოდით წინასწარ, თითქოს ესე იყო გაწერილი თუ რა ვიცი, ჩაფიქრებული თუ როგორც კანონი, დაუწერელი კანონი, რომ ყველა უნდა გამხდარიყავით ექიმები. და ეს მართლაც ასე მოხდა. იყო ერთი პერიოდი, როდესაც მე ვსწავლობდი მუსიკალურ სკოლაში, მოგეხსენებათ მაშინ საბჭოთა დროს ყველას უნდა ესწავლა მუსიკალურ 7 წლებში და მეც დავამთავრე მუსიკალური 7 წლედი ფორტეპიანოს განხრით. და ჩემი პედაგოგი იყო არაჩვეულებრივი ადამიანი და პროფესიონალი თავისი საქმის ელვირა კვიტატიანი, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ აი შემაყვარა მუსიკა და შემაყვარა ფორტეპიანო და სხვათა შორის კარგადაც უკრავდი იმ პერიოდში, ყველა რომ მაქებდა და მოწონდათ ჩემი დაკრული, აქედან გამომდინარე რაღაცნაირად გავთამამდი და დედაჩემს ერთ დღეს უთხარი, რომ იცი რა, მე მინდა გამოვიდე პიანისტი, მუსიკოსი და დედაჩემმა ესე შემხედა, ძალიან გაუკვირდა ეს ჩემი ესეთი სურვილი და მითხრა, რომ არა, სხვათა შორის არ იყო დედაჩემი მკაცრი დედა, ძალიან რბილი იყო ყოველთვის, მაგრამ მე მგონი ეს მახსენდება ერთადერთი მისი სიმკაცრე იმაში, რომ აი ესე ცოტა მკაცრად მითხრა და ძალიან მტკიცეთ, რომ არა, შენ უნდა გამოხვიდე ექიმი და ამის მერე არც მიფიქრია სხვა პროფესიაზე. მაშინ ჩვენ საბჭოთა ბავშვები ვიყავით ესეთი ძალიან დამჯერები მშობლების მიმართ, რასაც დედა-მამა იტყოდა, ეს ზუსტად უნდა შეგვესრულებინა და აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, მამაშიც დაუჯერე ჩემ მშობლებს და შევარჩიე ეს პროფესია და ბედნიერი ვარ, რომ ვარ ექიმი. და ეს პროფესია მე მაძლევს მომცა ძალიან ბევრი რამე. ჩემი ცხოვრების უმეტეს ნაწილს შეიძლება ითქვას 90%-ს, ძილის გარდა, ხო, 90%-ს მე ვუთმობ ჩემ პროფესიას. როდესაც ვამთავრებ, ვასრულებ ჩემ სამუშაოს, ანუ პაციენტების მიღებას ვამთავრებ სამუშაოს პირობითად, მაგრამ პაციენტების შემდეგ უკვე იწყება SMS-ები, წერილები პაციენტებისგან, რომელთაც ვეცნობი და პასუხობ შეძლების დაგვარად, თუმცა ეს შეუძლებელია და მე მეხმარება ამაში ჩემი ასისტენტი. ისიც სამუშაოა, რომ ვფიქრობ, რა ჩავწერო, როგორი ვიდეო მივაწოდო ჩემს მსმენელებს, იმიტომ რომ ის რომ თქვენ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, ეს მე ძალიან მათამამებს და რაც უფრო აი ესეთი რაღაც დადებითი და პოზიტიური მოდის თქვენგან, მით უფრო ვცდილობ, რომ გავამართლო თქვენი მოლოდინები და შემოგთავაზოთ სულ უფრო უკეთესი, სულ უფრო საინტერესო და სასარგებლო მასალა. და ამაში თქვენ ძალიან მეხმარებით, რისთვისაც დიდი მადლობა.